მოთხოვნები უცვლელია პროტესტის ეპიცენტრის ოლიგარქიული რეჟიმის სინდისის პატიმრების გათავისუფლებამდე და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე რუსთაველის გამზირზე აქციები არ შეწყდება. ისევე როგორც პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. არალეგიტიმური ხელისუფლების რეპრესიების მიუხედავად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ხალხი არ ნებდება. დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია. ქეთა ციცქიშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და გვეტყვის თუ რა ხდება რუსთაველზე ამ წუთებში. კი, დიკო, პროტესტის 62-ე დღე და ამ შემთხვევაშიც რუსთაველის გამზირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და ახლავით უკვე 40 წუთია. აქ არც თუ ისე ცოტა ადამიანია, უნდა ვთქვათ, რომ უფრო გვიან მოდიან ხოლმე ადამიანები რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ სხვადასხვა ადგილას არის ხოლმე პროტესტი, მაგალითად ახლა აქცია არის საზოგადოებრივ მაუწყებლთანაც მათ შორის, თუმცა რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე დგანან ადამიანები და მათი მოთხოვნები არის უცვლელი, ეს არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება პირველ რიგში სასწრაფოდ და შემდეგ უკვე ახალი არჩევნების დანიშვნა. აქ ძალიან ბევრი ადამიანი არის და ყველა არის სხვადასხვა ბანერი თუ პლაკატით აქ მოსული სხვადასხვა წარწერებით, თუმცა მთავარი სათქმელი არის ეს თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს, რომლებიც ახლა უკანონოდ ცხედან გისოსებს მიღმა და რა თქმა უნდა ახალი არჩევნების დანიშვნა. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ადამიანები დანებებას არ აპირებენ, არაერთხელ მოგვისმენია მათგანაც ეს პოზიცია, ხმის გამაძლიერებლები მოიტანეს ადგილზე და როგორც ჩანს იქიდან შეიძლება მოწოდებებიც იყოს, ან მხოლოდ რაღაცა მუსიკა გაჟღერდეს, ნახოთ როგორ იქნება, მაგრამ მანამდე მე აქ ადამიანებს გავესაუბრები. გამარჯობა. მე როგორც ვიცი, წაღან საუბრობდით, თქვენ ჩამოხვედით სპეციალურად ამ აქციებისთვის, ხო? გვითხარით. მე შვეიცარიიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ პროტესტი გამოვხატო ამ მანქურტების რეჟიმის წინააღმდეგ და ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენთვის ემიგრანტებისთვის უფრო რთულია შორიდან აი ამ მოვლენების ყურება, ვიდრე მოვლენების შუაგულში ყოფნა მერწმუნეთესია და იცით რა, რაც უფრო დრო გადის, უფრო ამძიმებენ ეს რეჟიმი, უფრო ამძიმებს ამ თავის დანაშაულებებს და რაც უფრო დიდი დრო გადის და დრო გაყავთ, როგორც ვთქვათ, უფრო მძიმე იქნება განაჩენი, ის განაჩენი, რომელსაც ისტორია გამოუტანთ და რა გითხრათ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მზია ამაღლობელი და ყველა ის სინდისის პატიმარი, ის საუკეთესო ნაწილი ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც დღეს დატყვევებული ყავს ამ საზისხარ რეჟიმს და აუცილებლად გავიმარჯვოთ, უბრალოდ რაც უფრო მალე გადადგავენ გონიერ ნაბიჯს, მით უფრო თავის თავს უშველიან ამით. ძალიან დიდი მადლობა. აი აგერ ხედავ ხა ერთ ადამიანს ხედავთ სახე არ უჩანს ამ ადამიანს. მოდი გკითხავთ, არ მოსულან ჯერ პოლიციელები თქვენთან არაფერი უთქვა, თან არ დაუჯარიმები ხართ აქვე? პირველ რიგში გამარჯობა, სხვათა შორის სანამ გზას გადავკეტავდით, მათ წინ ვიდექი ბალაკლავით და შემდეგ გასაკვირად არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა მათი მხრიდან, რომ მომეხსნა ბალაკლავა ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, როგორცაც მათმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დააწესა, არ მეტარებინა. გასაკვირია შეიძლება ახლა არა, მაგრამ მომავალში მომივიდეს ჯარიმა, მაგრამ ის ჯარიმა არაფერია იმასთან, რაც ახლა მზია ამაღლობელი განიცდის. მე-17 დღეა მან თავისი სიცოცხლე სასწორზე დააყენა და არალეგიტიმური ხელისუფლების კლანურ სასამართლოს არ უნდა რომ ისინი გადაიყვანონ სამედიცინო ცენტრში. ქალბატონი მზია არის მაგალითი მებრძოლი ქართველი ქალისა, რომელიც არ ნებდება და იქ 4 კედელშიც კი ყველაზე თავისუფალი არის ვიდრე ნებისმიერი სამართალდამცავი ან მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. სოლიდარობა ქალბატონ მზიას გამძლეობა და აუცილებლად უნდა მივმართოთ, რომ აქ მის უკან დგავართ უამრავი ადამიანი და არ დაუშვებთ, რომ ის დარჩეს მონა ივანიშვილის ტყვეობაში და რუსი რეჟიმის მონის ტყვეობაში. მოკლედ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამასეთმა პროტესტებმა ჩვენი ქვეყნის გარეთაც საკმაოდ დიდი შედეგები გამოიღო. როგორც ხედავთ,
სერბეთში და სლოვაკეთში უკვე დიდი ხანია პროტესტები მიმდინარეობს და სერბეთში პრემიერ-მინისტრი გადადგა პროტესტის შედეგად. ჩვენ ზუსტად ანალოგიური, ესე ვთქვათ, მიზნის და მიზნის მიღწევის შეგრძნება გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ახლოს არის ის გამარჯვება და ის ახალი არჩევნები, რისთვისაც ამდენი ხანია ვიბრძვით. ახლოს არის ის მომენტი, როდესაც პოლიტპატიმრები დატოვებენ იმ 4 კედელს. იმ არალეგიტიმურ ბრალდებებს ჩამოუხსნით, რომელიც ახლა აქვთ მათ. შესაბამისად, მინდა ქართულ ოცნებას მიმართა, რომ თქვენ აქ მდგომ ხალხს ვერ დაღლით. ეს არის გამორიცხული. ამიტომ პროცესები წავა ისე, როგორც წავიდა სერბეთში და მალე ჩვენ გვექნება ახალი არჩევნები და სრულიად დამოუკიდებელი ახალი სისტემის მმართველობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოისმინეთ, ხო, ყველაფერზე ისაუბრა აქ ამ ადამიანმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. აქეთაც განახებთ რა ხდება რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიამდე დგანან, ტაძრამდე დგანან დაახლოებით აქ მოქალაქეები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რა თქმა უნდა არიღლებიან პროტესტით და უკვე 62 დღეა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ბევრი მათგანი დაღლასაც გრძნობს ან არ ვიცი, უიმედობის განცდაც შეიძლება ქონდეთ, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია ასეთი თუ სხვა ფორმებით ბრძოლის გაგრძელება და შესაბამისად არ დანებდებიან, სანამ არ მიაღწევენ საკუთარ მიზანს და ეს მიზანი არის ყველამ ძალიან კარგად იცის რას და უბრალოდ ყოველდღიურად ემატება კიდევ ახალი მოთხოვნები, ესე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე ნაბიჯებს ხედავთ რეჟიმის მხრიდან, მაგალითად ტყვეების მიმართ მოპყრობა ან ზოგადად სასამართლოში მიმდინარე საქმეები და ასე შემდეგ მსვლელობა მოვიდა, როგორც ხვდები მე ახლა რუსთაველის გამზირზე, სწორედ ასე ხვდებიან აქ მყოფი ადამიანები, ტელეფონებით ხელში ანთებული შუქებით, თანამოაზრებს, რომლებიც ახლა მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და შემოუერთდნენ აქციას, რომელიც ტრადიციულად, რა თქმა უნდა, აქ მიმდინარეობს და ბოლო წერტილი ამ პროტესტების არის ხოლმე და სხვადასხვა მსვლელობის მარშის არის ხოლმე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს მსვლელობაც და ამ მსვლელობაში მონაწილე ადამიანებიც მოვიდნენ უკვე აქ მე როგორც ხედავ, აი აქედან ჩანს მე მგონი კადრშიც გამოჩნდება დროშებით, საქართველოს ევროკავშირის დროშებით, ხმაურით მოდიან ადამიანები, რომლებიც 62 დღე აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქმედებებს. მოდი გავესაუბრები, ეკა ნიჟარაძეს ხედავ აქ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ქალბატონო ეკა, გამარჯობა, ბოდიში პირდაპირ ეთერში ვართ, აქეთ მხარესთავთ, გიგითხარით რამდენიმე სიტყვით. 62 თვე გავიდა ზუსტად დღეს, ეს შეიძლება ითქვას 62 დღეა, ხო? რა შეიძლება ვთქვათ ამ განვიულ პროცესზეც და მათ შორის სამომავლო გეგმებზეც? რთული 2 თვე ქონდა, განსაკუთრებით პირველი 2 კვირა რაც მოხდა ყველას გვახსოვს და ფაქტობრივად ამ შოკი და კიდევ ვერ გამოვდივართ და ამას კიდე ვიმკით, უამრავი პატიმარი გვყავს, მათ შორის ქალი პატიმარი, რომელიც მე-17 დღეში მშილობს და ამას ძალიან მშვიდად უყურებენ და კომენტარი შევხვდა ერთ-ერთი პარლამენტარი ქალბატონის ამაზე, რომ აიო პოლიციელს ხელი არ უნდა აწიეცოდინება, რომ პოლიციელს ხელი არ უნდა გაარტყაო. კი ბატონო, პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ წიხლის სახეში დარტყმა არ შეიძლება და პოლიციელმა უნდა დაიცვას თავის მოქალაქე და არა ცემოს და სრულიად უმიზეზოდ დაიჭიროს. მიზეზი კი არა და პროტესტი გრძელდება, როგორც ხედავთ, აგერ ამის თვალნათელი მაგალითია, ხალხი არ იღლება და არ დავიღლებით რა, იმიტომ რომ უნდა მივახციოთ იმას, რომ გამოუშვან უკანონო პატიმრები და აუცილებლად დაინიშნოს არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა, ესეთია განწყობა, აი ხედავთ მსვლელობას ხმაურით და შეძახილებით.
ასეთია ვითარება რუსთაველის გამზირზე, ხედავთ უკვე ეს მარშიც, კონკრეტული მარშიც შემოუერთ და აქ აქციის მონაწილეებს და უკვე ყველა არიან პარლამენტის მიმდებარედ რუსთაველის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გრძელდება, არავინ იღლება, არავინ აპირებს გაჩერებას და ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს ქართველი ხალხი.